საქართველოს პარლამენტში ორდღიანი ხმაურიანი სხდომის შემდეგ უკრაინის შესახებ რეზოლუციის პროექტი მიღებულია. უმრავლესობის მიერ შემუშავებული დოკუმენტის 74 ხმით არც ერთის წინააღმდეგ ცოტა ხნის წინ დაამტკიცეს. უმცირესობის მიერ მომზადებული პროექტი კი ჩავარდა. 2 დღის განმავლობაში დეპუტატებმა რეზოლუციის პროექტის ერთიან ტექსტზე შეთანხმება ვერ შეძლეს. ამიტომ კენჭისყრაზე 2 დოკუმენტი ცალ-ცალკე გავიდა. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში პოლიტიკური ტემპერატურა გაცილებით მაღალი იყო ვიდრე უკრაინის რადაში. თორნიკე ხურციძე გვერდება ქუთაისიდან პირდაპირ ეთერში. თორნიკე, რა განსხვავება იყო ამ ორ პროექტს შორის? საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის მიერ წარმოდგენილ რეზოლუციის პროექტებში განსხვავება იყო დოკუმენტის მე-6 პუნქტში, სადაც საუბარი იყო რუსეთისთვის სანქციების დაწესების საკითხზე, უმრავლესობის მიერ წარმოდგენილ პროექტში კი სიტყვა სანქციები შეცვლილი იყო სიტყვა ზომებით. დეპუტატთა უმრავლესობამ კი სწორედ აღნიშნულ პროექტს დაუჭირა მხარი 74 ხმით არც ერთის წინააღმდეგ, თუმცა ვიდრე კენჭისყრა დაიწყებოდა, მანამდე გაიმართა პოლიტიკური დებატები საპარლამენტო უმცირესობაში აღნიშნავდნენ, რომ ისინი არ დაუჭერდნენ მხარს ისეთ დოკუმენტს, რომელიც იყო რუსეთთან შეთანხმებული, განცხადება გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემაც დავით უსუფაშვილმა ბოდიში მოუხადა უკრაინელ ხალხს იმის გამო, რომ რამდენიმე დღიანი კონსულტაციების მიუხედავად დეპუტატებმა ერთ-საერთო რეზოლუციის პროექტზე შეთანხმება ვერ მოახერხეს. არასდროს არ მივიღებთ მონაწილეობას და არ მივცემთ ხმას არც ერთ დოკუმენტს, რომელიც პირდაპირ თანხმდება რუსეთთან და რომლის მიღებაც ხდება საქართველოს ინტერესების დათმობის შედეგად. არ არსებობს ფორმულა, რომელიც თქვა იზოლაციის ნაცვლად აიძულებს პუტინს ხელი აიღოს თავის ძრახებზე. თუ ჩვენ ამ დოკუმენტს შევხედავთ და კარგად წავიკითხავთ და გავიაზრებთ, აბსოლუტურად ყველაფერი არის მაშინ მოცემული, რაც ბატონმა დოლიძემ წარმოადგინა. არის საუბარი სწორედ იმ კონტექსტში, იმ ფორმატში, იმ ტერმინოლოგიით, იმ შეფასებებით და იმ სტანდარტით, რომლითაც დღეს ცივილიზებული სამყარო საუბრობს სწორედ ამ მნიშვნელოვან საკითხზე. წარმოედგინეთ, რომ გვისმოდა რიგითი უკრაინელი, რომელსაც ვეუბნებით, რომ იცით, 2 დღეა, 3 დღეა ჩვენ მუშაობთ, ვცდილობთ იმაზე, რომ მივიღოთ რაღაცა გადაწყვეტილება, რომლითაც თქვენ უკრაინელებო დაგეხმარებით. ამ შემთხვევაში უმრავლესობას მიმართავ, არის ყველას მოგმართავთ. მე მგონი ყველას სახელით ბოდიში გვაქვს მოსახლელი, პარლამენტის სახელით უკრაინელი რიგითი მოქალაქისთვის, რომ ვერ მოახერხეთ ის, რომ უკრაინისთვის გაგვეკეთებინა საქმე და უკრაინა ყოფილიყო ამ დარბაზში და არა რამე სხვა უფრო პრიორიტეტული. ეს უკვე მე-4 დოკუმენტია, რომელიც პარლამენტმა მიიღო უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, როგორც უკვე გითხარით, მანამდე რამდენიმე დღიანი კონსულტაციები მიმდინარეობდა საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის, თუმცა მხარეებმა ერთ-საერთო დოკუმენტზე შეთანხმება ვერ მოახერხეს. მადლობა თორნიკე, ეს იყო პირდაპირ ჩართვა ქუთაისიდან.